საქართველოს მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ჩაილუნი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ჩაილურის ხევი, რომელიც ყოფს პატარა ჩაილურთან. სოფელი მეწყერულ ზონაშია. რელიეფზე დაშენებულია ეროზიული ფორმები, ხეობები, ხევები, ხრამები, ტერასები და სხვა. მეწყერი ბოლო წლებში სერიოზულ საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას. ჩაშლილია მდინარე ჩაილურის ფერდობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მეწყერის მიზეზია მიწის მასების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვა ან უხვი ნალექები, სეისმური ბიძგები ან გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. სერიოზული საფრთხე შეექმნა მოსახლეობის საკარმიდაო ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლებს. ჩვენ ვცხოვრობ მეწყერ ზონაში. ჩვენ მდინარე ძალიან მეწყერ ზონაში მოყოლი, რომელიც კედლები დაინგრა, დაზარალდა, მარტო ჩემი ოჯახი და სხვებიც. ვართ დაზარალებული 8 ოჯახი, 8 კომლი, რომელიც რიყის პირასთან ცხოვრობს. გამარჯობათ, ჩვენი სახლი მდებარეობს მეწყერ ადგილზე, დახეთქილია კედლები, მიდის რიყის მხარე და სახლი მიდის მთლიანად. ამობაში სულ ყველა სახლები 5-6 სახლი ამ მდგომარეობაში, ავარიულ მდგომარეობაში. მეორე ოთახი უარეს მდგომარეობაში არის. ცოცავი ადგილია და როგორც მიდის მიწა, ისე მიდის სახლი პირდაპირ მთლიანად. აქ იატაკი. აი. კედელი გამოწეული გადმოკლაზე. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის სახლი. სხვა ეს კედელი 10 წელია ამ მდგომარეობაში ვარ. დღითი დღე ემატება სახლს, კედელს, აი სვაპლილია, დახეთქილია, ძალიან საშიშია აქ ცხოვრება და მდგომარეობა, მაგრამ ცხოვრობთ მეწყერიან ზონაში. ჩვენი მიმდებარე საცხოვრებელი ადგილები რიყის პირზე არის განლაგებული. მოცურავე მიწა არის, წყლები გამოდის და მიდის რიყის ხარეზე. შენობები ზიანდება. მეწყერების გამოწვევ მიზეზთაგან ერთ-ერთი ტყეების გაჩეხვა. სოფლის ბოლოს დიდი ტყის მასივების ნაცვლად ახლა მხოლოდ ბუჩქნარიღაა შემორჩენილი. ჩვენ სოფლის ჩრდილოეთით არტყავს ტყე. თქვენ ახლა ხედავთ თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ის. მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩეხილია სოფლის მოსახლეობის მიერ. მოსახლეობისთვის შეშა გათბობის ერთადერთი საშუალებაა. მეწყერთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა მთის კალთების ტყის საფარველით გამდიდრება, რასაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები პერიოდულად უახორციელებთ სოფელში და ვგავთ ნერგებს.